ქართული ანბანის 400, რომელსაც ჩვენ ვერ მოვშორდით, ეს არის თავი და თავი. 4-ის გარდა კიდევ არსებობს 33 ასო. ქართული ანბანი 37 ასოიანია. არის თუ არა ეს ოქროს კვეთის პრინციპით შექმნილი? ნამდვილად ასეა. რადგანაც 4 და 33 გახლავთ იგივე 6. 4 და 6 ოქროს კვეთის ოქროს რიცხვებია. ეს არის 3.82 მიასედი, ხოლო ეს არის 6.18 მიასედი. რომელსაც შეკრებთ და მიიღებთ სრულ 10. ამრიგად ქართულ ანბანში არის მოქმედებს ოქროს კვეთის პრინციპი. თქვით თავია ეს და დანარჩენი არის 33 არის იგივე ტანი, ტარი, რომელიც მარტივად 6-ია და 6 ეს არის ვინი, ასო ვინი, რომელიც ვინაობას, კაცის ვინაობას გამოსახავს. მაშა სადამე ეს არის იგივე ღვთის თავი და ტანი და 33 ქრისტეს განსვლის წელი არის. ანი და დონი, თავი და ბოლო 1 და 4 გვაძლევს 5, ისევე როგორც მათ შორისი ბანი და განი, იგივე ბაგა 2 და 3 5-ია, 5 და 5 10-ია. 2 ვარსკვლავი. აი ამასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადონის უწოდებს ებრაელი თავის ღმერთს, ანი და დონი, თვარისა და მზის ხატი. ხოლო აი ეს არის ბაგა ბარი, სადაც იშობა მათი ნაშიერი, ანუ ვარსკვლავნი. 2 და 3 ვარსკვლავი არის. რომელ ვარსკვლავზე არის საუბარი? 2 ვარსკვლავი. ერთი გახლავთ ის, რომელიც დავითის ვარსკვლავად არის ცნობილი, ერთწკირიანი გალური მზის ვარსკვლავი და ატანილი არის ეს ებრაულ დროშაზე გერბად და მეორე გახლავთ სოლომონის სიბრძნის ვარსკვლავი. აი ეს 2 ვარსკვლავი. თავი და თავი. თავიც ეს არის და ბოლოც, რომელსაც აქვე აღნიშნავ მოკლედ გახლავთ, რომლის სახელიც გახლავს კაბალა და ბრუნო, იგივე ოქროს საწმისი. არც ერთი და არც მეორე არ ეკუთვნის უცხოს. ეს არის წმიდა ქართული კულტურული მოვლენა, ჩვენი ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და სიმბოლიკა, რომელიც დასაბრუნებელი გვაქვს. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაბალაზე ვისაუბრეთ, რომ ეს არის იგივე იუდაისტების ეზოთერული ცოდნა, კაბალიზმი, მაგრამ ისიც თქვით, რომ ეს არის გაბარება ხარებისა და მეტი არაფერი არ არის ეს თუ არა წამოღება საედანღაც რაღაცა განძისა, ისე როგორც მაგალითად ტარიელი გააბარეს და მიაბარეს ფასდადას მის სამეფოში და იქედან რა განძი წამოიღო, შესანიშნავად ვიცით, ეს არის ნესტანდარეჯანი, ფილოსოფიური ქვა, ხალი და ასე შემდეგ, ეს არის ეზოთერული ცოდნა. რომელი ცოდნა იყო? ეს გახლდა სწორედ ოქროს საწმისის ცოდნა და აი ამ საუკუნეში მოხდება მისი რეალიზაცია ქართულ სინამდვილეში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეს არის. აი ახლა ჩვენ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას მეოთხე ასოს, დონს, რადგანაც ეს არის იგივე 3 + 1. ეს არის უკვდავების ფორმულა, იგივე პი და იგივე წილი, რომელსაც იოანეს ოსინი ახსენებს. რაც შეეხება გრაფიკულად დონი, ეს არის ქართველთა მზე, იგივე ცოცხალთა მზე. მისი ანტიპოდური შებრუნებული სახე გახლავთ აი ეს, რომელსაც ეგვიპტური ჯვარი ქვია. ამრიგად ერთი გამოხატავს
ჩრდილოეთს, მეორე გამოხატავს სამხრეთს. ერთი არის სიბრძნის, მეორე არის სიყვარულის. ერთი არის ზესკნელის, მეორე არის ქვესკნელის სიმბოლო. მაგრამ ჩვენთვის კიდევ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნია დონს. დონი რუსულ ანბანში დაბრო სიკეთე არის. რატომ უწოდეს აი ასე? იგივე დომ სახლი არის. რას უკავშირდება დონი? დონი გახლავთ პირველი ასო ჩვენი ქართული სიტყვისა დედა. დედა ძირი, ფესვი, დრიტა, მაჭასაც უწოდებენ ძველ ქართულად, მაგრამ ეს არის მთავარი. ვისი სიცოცხლის დრიტა, საიდანაც იშობა სიცოცხლე. ანუ სამშობლოა, ცოცხალთა სამშობლო ყოფილა დონი. იგივე მზის სიმბოლო, იგივე ცოცხალთა ღმერთი დედა. ამიტომაც იმ მიწას, სადაც სიცოცხლე იშვა, კულტუროსანთა, გონიერთა, სულიერთა ეწოდა ქალდედა. იგივე ქალდეა, იგივე ხარი, ქალხარი. ასე უწოდებდნენ შუმერნი თავის მიწას და ქალამას. ქალამა, ამა და დედა ერთი და იგივე მნიშვნელობის არის. ქალი ღვთაება იყო მათთვის. ნამდვილად არის თუ არა დედა ძირი ამ ენისა, ამ ენის მშობელი, რომელი ენითაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. დედა მეგრულად დიდა და დია. დიდა აქედან სიტყვა დიდებული, ნათელი, დიდრონი, დია, დიადი, დიადემა. მაშასადამე ეს ერთი და იგივეა, ერთ ყალიბში ჯდება. რას უწოდებს სვანი მას? ძველად უწოდებდნენ დედე. დედეშ, ვოი დედეშ, დედასი, დედე, დედა, დია. დიდებული, ანუ დიდი მნათობი. ამიტომაც ქართულ ენას შემორჩა და დღესაც იხმარება სიტყვა დიდედა. ბებიას საპირწონედ, ბებია მოხუცი, დიდედა. აი ამ სიტყვაში მაგიური სამი დონი ფიგურირებს. რას ნიშნავს ჩვენთვის? რა არის მისი მატრიცა? ახლა სიტყვა მატრიცას ვახსენებთ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბერძნული ქალღმერთება, მოსავლის, ბუნების დედა დემეტრა. დემეტრე. დაბოლოებას იქ მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი. წინსართი, რომელიც არ იცის ახალმა ბერძნულმა საიდან მოდის. ეს არის ძველი პელაზგური ენიდან შემორჩენილი ნაშრევი ელინურში დარჩენილი წინსართი იგივე დედა, იგივე დია, დია მეტრა, დია მატერა, დედა მატერია. მისი ასული იყო ბერძნულ მითებში არის პერსეფონა, იგივე პროზერპინა, ასე უწოდებდნენ. და აი ამ მითში ჩვენ ვიცით, რომ დედას შვილი მოსტაცეს. ანუ ჰადესმა წაიყვანა, ქვესკნელის სამეფოში წავიდა პერსეფონა და დაჭკნა ბუნება. ისიც ვიცით, რომ მითი ეს არის უდიდესი სამეცნიერო ტრაქტატი. ნებისმიერი მითი, რომ ეს არის
ცარგვალზე, იგივე ვარსკვლავს ბოლაზე, ვარსკვლავთ მრიცხველობაზე აგებული თხზულება. თუ მითის ენა იცი, მარსადამი იცი უძველესი სამეცნიერო ენაც. მაგრამ დღეს მითების ენა გაქრა. ბერძნებმა სულ სხვანაირ საბურველში გახვიეს ის მითები, რომელიც აღმოსავლეთიდან იყო გადასული ბერძნულში. ამიტომაც გაჭირდა მისი გაგება თანამედროვე ენით და დასჭირდა მას თარგმანება. ისედაც დარჩოდნენ ენები ერთმანეს ბერძნული პელაზგურიდან აღმოცენებული და შემდეგ დაშენებული მასზე თვითონ ბერძენს უჭირს ძველი ბერძნულის გაგება, იმიტომ რომ ეს მისი არ არის. ისე როგორც სპარსელს უჭირს ძველი სპარსულის გაგება. ჩვენ არ გვიჭირს, იმიტომ რომ ჩვენში იგივე მნიშვნელობა დარჩა ძირშივე და თუ ძირი არის ყარი, მას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ზედნაშენი კი არის, მაგრამ იმ ზედაში გადადის ძველიდან. ეს ჩვენ შესანიშნავად ვიცით. და თუ სხვებს სხვის მიწაზე მოსულებს მოუწიათ აღება იმ საუნჯისა, რაც დახვდათ იქ, ჩვენ ასე არასდროს ყოფილვართ. ჩვენი ძირი ჩვენსავე ფესვზე არის, ჩვენი სხეული ჩვენსავე ფესვზე არის აღმოცენებული და ეს არის იგივე მწარე, როგორც ადრე გითხარით, ვაზი. ვაზი ერთადერთია ხეთა შორის, რომელიც არ დაიმყნობს სხვა არც ერთს, რაც ახასიათებს დანარჩენ ხეებს. ვაზი მხოლოდ ვაზს დაიმყნობს და მოგცემს ვაზურ, იგივე ვაშკაცურ ნაყოფს ურძელის ტევას და შემდეგ დაიწურება მისგან ღვინო. ეს ახასიათებს ქართულს. ეს არის ქართული ენის დვრიტა, დედო. ამიტომაც უწოდეს ღვთისმშობელს ვენახი. შენ ხარ ვენახი, ვაზი და ვენახი. დონი 4 მეოთხე ადგილას ის და რიცხვითი მნიშვნელობით 4-ია. მეოთხე ადგილი კოჭიმელია. სად? შვიდებაში. ჩვენ 7 ასტრალურ ცას მოვიაზრებდით 7 დღის შესაბამისად, კვირის 7 დღის შესაბამისად. აქედან მეოთხე იყო გარდამტეხი. 1-დან ინიდან გადასვლა იანში და პირიქით იქიდან დაბრუნება შემდეგ აქ ხდებოდა და მეოთხე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო სწორედ კოჭიმელი, სადაც იჯდა მზე. მისი რიცხვითი მნიშვნელობა ზუსტად ის არის, რაც ანბანური რიგი არის 4. რა მნიშვნელობა ენიჭება ამ 4-4-იანს? რადა თუ თქვენ შეკრებთ მას, მიიღებთ 8-ს. 8 ფოთოლა ლოტოსი. ეს ის საუნჯია, რომელშიდაც მთელი მისტიური ცოდნა ჩამარხული და რომელზედაც ამბობენ დღევანდელი ტიბეტელი ლამები საუნჯეო ლოტოსში. აი ეს საუნჯე კავკასიაში მოიაზრება. ეს ლოტოსიც ზემოდან რომ გადმოხედს კოსმოსიდან, ეს არის ყინულის ულამაზესი ფორმის ყვავილის მსგავსი. ეს თაგრეხილები და ზუსტად აქ მოიაზრებდნენ საშოს, სამშობლოს, აი იმ მისტების, მისტიური ენისა, იმ საიდუმლო სწავლებისა, ცოდნისა. და დღესაც ასე არის, ასე თვლიან ისინი. მას 8-იანი მარადისობა, მარადის ბრუნვა სამყაროში დაუსრულებელი არის. აი ამას გვაძლევს ვინ? დედა. და თუ ეს ჩვენი ენაა, მაშინ დედა ენა ჩვენი ყოფილა მარადიული და დაუსრულებელი. არ ვიცით საიდან მოდის და სად არის მისი დასასრული. არც ის არ ვიცით. მაგრამ დედა მარტო შემკრები არ არის. დედა გამამრავლებელიც არის. ამიტომაც 4x4 16-ია. 16 ონია, ონი მზის სახლია. ასე ყველაფერი ერთად და ლამაზად არის შეკრებილი აი ამ სიტყვაში. რაც შეეხება 4 1 2 3
3-4-იანი. აი ეს შეკრებთ 12-ს მოგცემთ. 12 არის სამყაროს ის სახლების რაოდენობა ვარსკვლავ კრებულთა, რომელშიდაც მზე წლის განმავლობაში სტუმრობს და გადაინაცვლებს. ამის მიხედვით იცვლება დრო და ამით. ხოლო თუ გაამრავლებთ, ეს არის 4/3 ხარისხში, რომელიც გაძლევთ 64-ს. აი ის 64, მე რომ თქვი, ოქროს კვეთის რიცხვები 4 და 6. ეს იგივე 10-ია, იგივე 1-ია, იგივე ღმერთია. ამრიგად დედა აქაც 3 არის. ესეც 3-ია. დედა ღმერთია. დედა ცოცხალთა ღმერთია. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს და თქვას ენა, ჩვენმა ენამ 64. აი ახლა მეგითხარით, ქალ ხარი, ხარი წიქარა, ხარი მისანი, მამაკაცის ტოლი და სწორი. დიახ, ხარი, რომლის მატრიცა არის 64. და ის 34 ასოთ ზის, 34 3-4-ის ბაღია. მაშ ასე ედემის ბაღი, როგორც თქვით, ედემი 27 ასოთი რომ გამოისახება, 27 არის ედემი. იგივე 10-ია და იგივე 1-ია. ანუ ღვთის წმიდა სხეულია. რადგანაც მას ახასიათებს და სხვას არც ერთს ასეთი რამ ბრუნვა სამყაროში, ეს მზე ბრუნავს რა თავისი ღერძის გარშემო, ასევე ბრუნავს და ტრიალებს 12 ზოდიაქოში ვარსკვლავთკებულში და კიდევ დიდი სამყაროს მზის გარშემო ბრუნავს, რომელსაც როგორც გითხარით 25,920 წლის განმავლობაში შემოწერს. ეს არის მისი პრეცესია და დაასრულებს იქ, საიდანაც დაიწყო. აი იმას დღის ამონათებას მზისას ქვია დილა, ქვია აგრეთვე გაზაფხული და ქვია დიდი სამყაროს ჟამი პაემანისა, კაცისა და ღმერთის შეხვედრა ცაში. აი ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი 3 ფუნქცია აქვს დედას. ის დიდედაცა, დედაცა, ასულიცა. მზეს 3 ფერი აქვს, შავი, წითელი და თეთრი. მზის კნელი 3-ია, ქვე, ზედა, შუასკნელი 3 ფერი არის. ხოლო ასევე მზის კონტინენტი, მზის სახლი დედამიწაზე ხმელეთზე 3-ია, აფრიკა, ევროპა და აზია. ამ 3-ში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ერთი განასახიერებს შავეთს, ქვესკნელს და შავი ფერი, ამიტომაც არის ტემეს ბაღი ერქვა ეგვიპტეს, მეორე განასახიერებს ქვესკნელს და ეს არის იგივე ევროპა, თეთრი და არის შუასკნელი, იგივე აზია, ფერადკანიანთა ქვეყანა, სადაც დომინირებს ერთი. მისი სახლი ამ ერთისა არის სახლი არის ერთი. ეს არის მზისაც და მთვარისაც, მას ეწოდება ქართა. ქართა და დამეთანხმება ყველა ქართველი, მიუხედავად იმისა, რომელი ენით საუბრობს, სვანურად, მეგრულად თუ ქართულად, რომ ქართა ეს არის შემოღობილი, მრგვალი, წრიული, მზის სიმბოლო არის სიმრგვალე, მდედრული ფორმა არის სიმრგვალე. აქედან არის სიტყვა გურგვალი, გურგანი, აქედან არის გირგვედი, სვანურად მრგვალი და აქედან არის წითელიც, რადგანაც სწორედ აი ეს არის შუასკნელი არის
მებრძოლთა ქვეყანა, მეომართა ქვეყანა, ქალდია, ხალდები, ჰალდები, ხალიბები, პირველი რკინის გამომჭედნი, ჭედელნი, ოსტატნი, ცეცხლის დამორჩილებელნი, ამირანის სამშობლო, აი აქ ქალდიაში, აი ამ კარდოს მთაზე, ამ ორწვერა მთაზე ჩაისახა ცივილიზაცია კაცობრიული, რომელმაც დღემდე მოიყვანა კაცობრიობა. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, ის ნოეს შვილებიდან გასულია, სამივე იყო მამამთავარი, სამი რასის მამამთავარი გახდა, მაგრამ მათ შორის ტრობა და შუღლი არ უნდა არსებულიყო წესით და ჩამოაგდო ვინ? დემონმა, რადგანაც სიტყვა არია, არიან ქართლი, არია, იგივე არიელი ნიშნავს როგორც თეთრ რასას, არისტოკრატიას, წიგნობართა, ასევე ტარტაროს, შავეთის მეფეს, დემონს, ქვესკნელს და აი ეს ორი ერთმანეთს დაეჯახა. რატომ იცით? ისტორიის მსვლელობა გაამრუდა ერთმა ტომმა. არ უნდა გამრუდებულიყო. პირმშოთა ეკლესია საშია. და ის ვინც ღვთის პირმშოა, მას ეკუთვნოდა მეფობა. ანუ პირველობა მისი უნდა ყოფილიყო. როცა დედის მუცელში ორი ცივილიზაცია ჩაისახა, მეცხოველეთა და მიწათ მოქმედთა, აქ არ უნდა ყოფილიყო ცილობა, ერთს თავისი ადგილი აქვს, მეორეს თავისი ადგილი. პირველობა ეკუთვნოდა წყებს, მეცხოველეს. ხოლო მიწათ მოქმედი შემდგომ უნდა ყოფილიყო, მის შემდგომ უნდა ყოფილიყო. ესავისა და იაკობის ამბავს გიყვებით, გამრუდდა ისტორიის ბორბალი. მოტყუებით მიიღო პირველობა, ანუ პირმშოობა, ესავისაგან მიიღო იაკობმა და გამრავდა. ესავის მოდგმა, პირველთა მოდგმა არ მრავლდება. არ მრავლდება სრიგად. ეს არის მეობა, მარტოსულობა, მხოლოდ შობილობა. ხოლო იაკობი განმრავლდი ვითარცა, იაკობს ზღვას ქვიშაზე და ვარსკვლავზე უმრავლესი იყავიო, 12 ტომი არის იაკობის მოდგმისა. არ შეიძლებოდა მათი აღება. ის რაც მოვიმგეთ დღეს და ვიმგით აქამდე, ზუსტად აი ამ გამრუდებული სამართლის ბრალია. უსამართლობას დევს ყველაფერი და აი ეს სამართალი უნდა გასწორდეს აუცილებლად. მხოლოდ შობილი იყო ქრისტე. მერე რა რომ ებრაელთა შორის იშვა როგორც მესია, იმიტომ რომ ქრისტე სხვა არაფერი არ არის თუ არა მესია, რასაც ელოდებიან ახლა ებრაელები, მოშიახ, ის არ იყო მათი გვარისა. უпроსტորად ის ცალკეა, ცალკე მდგომია, თავია, ქრისტე თავია. ამიტომ ამბობს ის პირველი ძმება და უკანას, ვინც პირველი იყო, ის გახდება უკანასკნელი ჟამში. მაგრამ იგივე ჟამი დააბრუნებს ყველაფერს და უკანასკნელი თავშიავა. აი ამიტომაც მთელი სიმართლით ვაცხადებთ. ქართული ანბანი, აი ამ დონეა, ამ დონის ხრებზე დგას. დედის ხრებზე დგას. და უჭირავს მას სისთაღი, რადგანაც ეს იგივე დედა ბოძია, დედა ბურჯია. თუ მას წააქცევ, თუ მას მოჭრი და მოკვეთავ, სათავზე ჩამოგექცევა და თუ საჩამოგექცა, მაშა სადამე საერთოდ კარგავ ბრძნობას და გონიერებას და ხდები უბადრუკი, მანქურთი, მეხსიერება დაკარგული კაცი არის მანქურთი. ჩვენ ასეთი რამ დაგვემართა. მოგვიჭრეს ეს ხე, რაზედაც ვიყავით დაყრდნობილი. მასზე ვკითხულობდით ყველაფერს. ვინ მოჭრა და ვინ მოკვეთა, აი ამაზე გოდებს ზუსტად ვეფხისტყაოსნის ავტორი. არა ვიცი ვინ მოკვეთა ხეო ედემს დანერგულო. დემონმა, ბოროტმა ძალამ, რომელსაც არ სურდა უკანასკნელობა და სურდა ყოფილიყო მუდამ პირველი. თუმცა ასე არ ხდება. პირველი ხდება ის, ვინც ტანჯვით გაივლის თელს გზას.
იონას სწორედ იმიტომ გადაკლაპა ვეშაპმა და გონზე იმიტომ მოიყვანა რომ პირიდან ამონერწყაო ზოგან წერია ტყუილია პირიდან არ ამოუნერწყია განაგდო მთელი მუცელი გაიარა მთელი მუცელი რომ გაიაროს ეს იმას ნიშნავს რომ აი ამ პირველს რაც იყო რაც დაკარგა იმას უნდა დაუბრუნდეს აუცილებლად უნდა შეერთოს და შეერთება აი ასე უნდა მოხდეს ასე აი ეს უნდა გახდეს ერთიანი და აი ეს მივა ამასთან ერთი ერთს გაუტოლდება და ეს იქნება მამაძეობა მამაშვილობა მამა ჩემშია მე მამაში ვარ ნიშნავს მამის სიბრძნეა ჩემში ამას ამბობს ქრისტე მამის სიბრძნე და ეს სიბრძნეა ზუსტად ქრისტეს რომ ალაპარაკებს აქადაგებს ქრისტე რაბია ქრისტე მოძღვარია და ამ მამის გონებით მოძღვრავს ყველა დანარჩენს მაგრამ მას ერთი რამ სჭირდება კიდევ არ კმარა მხოლოდ სიბრძნე არ არის ეს ადამიანისთვის ბედნიერება ცოდნა შეიძლება უკუღმაც გამოიყენო და წაღმაც გამოიყენო მაშინ რა არის კიდევ ამისთვის საჭირო სინდისი და ამ სინდის სული წმიდა ქვია სული წმიდა აი ეს ნიშანი ეს წრე ცის თაღი რო ადგას თავზე არის იგივე ანი და იგივე იოტა ანი და იოტა აი 200 არის მოდი ახლა ვქნათ იცით რიცხვითი მნიშვნელობა მივუწეროთ 1 და 15 შეკრებით ეს არის 2 16 მაშ ონში მზის სახლში მზე არ მარტო არ სუფევს თურმე მასთან ახლავს თავისივე სულიერი ცალი ტყუპის ცალი ძე და სული წმიდა მამა და ძე როგორც კი ესენი გამთლიანდება და ეს ერთი ენა ერთი აქ იბადება წმიდა სული ძველსა და ახალს თუ გაამთლიანებთ ამოიბადება წმიდა სული რადგანაც მხოლოდ სამება გამოხატავს მხოლოდ სამება ჭეშმარიტებას ორი მხარი არა მესამე თუ არ იშვა სიმართლე და ჭეშმარიტება არ დაიბადება ამიტომ მარტო მამა და ძე არა აი ეს არის ჰარმონიული სამკუთხედი პითაგორასი რომელიც 100 არის აი 100 არის დათარიღებული რა ქვია ამას 3 და 4 3-4-ის ბაღი არის ჩათვალეთ რომ ეს არის სახე მამისა ეს არის ძისა ეს რას წარმოადგენს სულიწმიდა ეს არის სულიწმიდა და რა არის სულიწმიდა რა არის მათ შორის რას აკეთებს ჯერ ვიზუალურადაც შეხედეთ გარეგნულად ხიდია გამაერთიანებელი მაგრამ სულიწმიდა მართლა ერთიანებს მართლა ორივეა სულიწმიდაში მამაც და ძეც ანუ ძველიც და ახალიც ერთად ამოყრილი შეიძლება იყოს სადმე ჰარმონიულად შვიდობიანად თან არსებობდეს შეიძლება ვითხრა პითაგორამ და სწორედ პითაგორიანელებმა შექმნეს აი ეს ასომთავრული ამბანი ზუსტად მათ ქართველმა პითაგორიანელებმა როგორ არა შეიძლება თუ ასეთ რამეს გავაკეთებთ ამ კათეტების კვადრატების ჯამიო ჰიპოტენუზის კვადრატს უდრისო მართლაც უდრის აქ 25 იღებ და აქაც 25 იღებს 25 და 25 კიდევ 7-ია 7 ღმერთის დიდი ღმერთის წმიდა რიცხვია და ზოგს გონია რომ ეს არის თვარე არა ხალხო თვარი არის მხოლოდ იმიტატი მხოლოდ ჩაჩრდილი იმისა ნამდვილისა რომელსაც მზე ქვია რადგანაც
7-იც აქვს მზეს. 7-იც აქვს ქართულ კოსმოგონიაში და მასში აი იმის მიხედვით მოქმედებს მერე იცვლება ყველაფერი დედამიწაზე. რაც შეეხება სინელებს და სინ ანის საპირწონეთ აიღეს იუდეველებმა შუმერებისაგან გადაიღეს და დაარქვეს სინ და ეთაყვანენ მას პირველ ადგილას, ოღონდ სინი კი არ დააყენეს, მთვარე კი არ დააყენეს, ალეფ დააყენეს. ალეფ ხარს ნიშნავს. აი ეს. რაც შეეხება ბერძნებს, წამოაყენეს ალეფი და მას ალფა უწოდეს. ალფა არაფერს არ ნიშნავს. ალეფ ხარი არის. და ხარს აქვს ბოლოს მისი ღვთაება გაცხადებული სინ 23 წლის ფინიკიურ ამბავში თუ არ ვცდები. ხოლო ქართულმა ზუსტად იცის. ჯერ იყო მამა და მერე იყო ძე ღმერთი. ანუ პირველ ადგილას დგას ანი, ხოლო 34 ადგილას ხარი. ეს არის მისი ნამდვილი სახე, ზოომორფული სახე. ცხოველური ხატი. ასე და ამრიგად.